ბავშვთა აბილიტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პროგრამაა, რომელიც ბავშვთა ოკუპაციურ ქცევით მეტყველების თერაპიას და ფსიქოთერაპიას მოიცავს. პროგრამის სარგებლობა წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. აფხაზეთის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ თავისი ბენეფიციარების მოთხოვნილებები არ დატოვოს ყურადღების მიღმა, არც ერთი მიმართულებით. მათ შორის ყველაზე პრიორიტეტულად მიგვაჩნია ბავშვთა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. ამდენად ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა, რომელიც უკვე 5 წელია წარმატებით მიმდინარეობს ჩვენ სამინისტროში, წელსაც გააგრძელებს მუშაობას იმის გათვალისწინებით, რომ მაღალია როგორც მოთხოვნილება, ასევე შედეგები, რასაც გამოხატავენ ბენეფიციარები პროგრამის მიმართ. პროგრამის მიზანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე 2-დან 16 წლამდე ასაკის დევნილი სტატუსის მქონე პირთა ფსიქომოტორული ჯანმრთელობის, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაა. ბავშვები არის ძირითადად ისეთი ნოზოლოგიების, როგორიც არის აუტისტური სპექტრის დარღვევა ან განვითარების ეტაპის დაყოვნება. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს უფინანსდებათ 20 სეანსი. მომსახურე პერსონალი არის მაღალკვალიფიციური და გამომდინარე აქედან შედეგები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საკმაოდ შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანია. მომართავენ აგრეთვე რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარები და თუ ასეთ ბენეფიციარები თბილისში ცხოვრების რამე პრობლემა ექნებათ, მაშინ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს თავაზობთ მას საცხოვრებს იმ 10 დღის განმავლობაში, რა პერიოდიც მას სჭირდება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღებისათვის. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებმა სამინისტროში უნდა წარადგინოს სამედიცინო დოკუმენტაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირადობის და დევნილი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, ასევე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. დეტალური ინფორმაცია კი ნახეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე ან Facebook გვერდზე.